კახეთის გულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მზის შუქზე შემორჩენილი ნანგრევები თითქოს საუკუნეების ისტორიას ისევ გვიყვებიან. ეს ნინოწმინდის მონასტერია, ადგილი, რომელიც გადმოცემით წმინდა ნინოს გზას უკავშირდება და დღესაც რჩება სულიერი ძალის სიმბოლოდ. აურ ადგილს ეძახიან ნინოში მივდივარ. დღის განმავლობაში, ღამის განმავლობაში ხალხი განუწყვეტლივ მოძრაობს. სიწმინდეა იმ ხელა, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აი რისი გამხადა უფალმა, რომ აქ დავიწყე მოღვაწეობა. მე-6 საუკუნეში აგებული ტაძარი უნიკალური არქიტექტურის ნიმუშია. იგი მცხეთის ჯვრის ტაძრის უშუალო წინამორბედად ითვლება და ქართულ ხუროთმოძღვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. არის უნიკალური ტაძარი იმით, რომ მსგავსი ესეთი ტაძარი არ არის. არსად. იყო ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, საკმაოდ მაღალი, საკმაოდ დიდი გუმბათი ჰქონდა. ზემოდან როცა შეხედოთ, არის აი ძალიან ლამაზი გვირილის ფორმა აქვს, 8 აფსიდით არის საერთოდ ეს ტაძარი. ფრესკას, რომელსაც ხედავთ საკურთხეველში, არის ღვთისმშობელი გამოხატული 2 მთავარანგელოზი, მთავარანგელოზ გაბრიელ და მიქაელით. და არის 12 მოციქული თაღში სამწუხაროდ. დროთა განმავლობაში ეს ფრესკები ჩამოიშალა. საუკუნეების განმავლობაში ნინოწმინდის ტაძარი არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. მე-16 საუკუნეში მისი აღდგენა კახეთის მეფე ლეონ პირველის სახელს უკავშირდება, ხოლო მე-18 საუკუნეში ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა საბატუსიშვილმა ძეგლს ახალი სიდიადე და ბრწყინვალება შესძინა, თუმცა ამ სიდიადეს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. ერეკლე მეფე მოიწვიეს ამ ტაძრის გახსნაზე, როდესაც აღადგინეს, მაგრამ როდესაც ბრძენმა მეფემ შეხედა ამ ტაძარს და მიუბრუნდა მის ამშენებელს და უთხრა, რომ ტაძარი კარგი აგიგიათ, მაგრამ საპალნე დიდი დაგიდგანთო. ანუ გუმბათი იმდენად დიდი იყო ტაძრის კედლებთან შედარებით, რომ ვერ გაუძლებდა და მართლაც აი ამ მიწის დროს ჩამოიგრა. დაანგრევის შემდეგ შემორჩა მხოლოდ საკურთხეველი, მთლიანად საკურთხევლის კედელი. შემდეგ უკვე მიშენებულია ეს ტაძარი, პატარა ტაძარი სტუაზე. ნინოწმინდის მონასტერი მრავალ ნაგებობიან კომპლექსს წარმოადგენს. ტაძრის გვერდით აღმართულია მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეკლო, ხოლო გარშემორტყმული ძლიერი ქვის გალავანი საუკუნეების განმავლობაში იცავდა კომპლექსის კედლებს და აფარებდა ადგილობრივებს ომიანობის დროს. რესტავრირება არ ჩატარებია, არის 4 სართულიანი ქართული აგურით ნაშენი. ეს გალავანიც ისია მოწყობილი, სათოფეები აქვს. აქ შეიკრიბებოდა ხალხი, აქედან ებრძოდა მტერს. აი გადმოცემა ესეთი, რომ ლეკების შემოსევის დროს სამრეკლოში მოხუცები, ქალები და ბავშვები შევიდნენ, შეაფარეს თავი და ვერანაირად ვერ შეამტვრიეს კარი, ვერ შევიდნენ შიგნით და შემდეგ ესეთი მზაკრული გეგმა მოიფიქრესო, თივი ზვინები შემოუწყეს და დაწვეს და ბოლით გაგუდეს იქ მყოფი ხალხიო. ნინოწმინდა არა მხოლოდ სულიერი ცენტრი, არამედ განათლებისა და ცოდნის ნამდვილი კერაც იყო. აქ მოქმედებდა მდიდარი წიგნთსაცავი, სადაც მრავალი თხზულება და ხელნაწერი ინახებოდა. მონასტრის კედლებს შორის მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები და მოღვაწე მღვდელმთავრები, რომელთა შემოქმედება და ხელნაწერები საუკუნეების მანძილზე შემორჩა. ეს სამონასტრო კომპლექსი თავდაპირველად ვახტანგ გორგაცლის მიერ არის აქ მე-5 საუკუნეში შექმნილი, ანუ საეპისკოპოსო დაარსა აქ, მიმდინარეობდა დამწერლობა, გადაწერა, გადათარგმნა საეკლესიო წიგნების, ტიპიკონების. საკმაოდ ძლიერი იყო ეს საეპისკოპოსო. დარბაზობის დროს მე-5 ადგილი ეკავა იმ პერიოდში. დღეს ნინოწმინდა კვლავ სიცოცხლით სავსეა. მე-20 საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მონასტერში სამონასტრო ცხოვრება აღდგა. 2003 წლიდან აქ განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია და დღემდე ფუნქციონირებს დედათა მონასტერი, სადაც 7 მონაზონი საუკუნოვანი ტრადიციის სულისკვეთებით ყოველ ახალ დღეს ლოცვასა და შრომაში ატარებს.
პური ჩვენი არსობისა მომე ჩვენ დღეს დამოვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი აქ როდესაც ჩვენ დავმკვიდრდით საერთოდ არაფერი არ იყო არც კელიები იყო მაგრამ აი მეუფის ძალისხმევით უკვე მონასტერში გაკეთდა კელიებიც ბევრი რამ აშენდა რახან ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი იყო აქ მეუფემ გადაწყვიტა რომ წმინდანი სახელობის ტაძარი აეგო და 7 თვეში აიგო სხვათა შორის ძალისხმევით აი ახალგაზრდების აქაური ხალხის გორია თქვენს მიერ არჩეული ეს გზა. საუკეთესო სხვა ვერც წარმომიდგენია. გრძნობრო ჩემია. ძალიან დიდი სიხარულით მოვედი მონასტერში და დღემდე ამ განწყობით ვარ. როცა ეკლესიური გავხდი და რწმენა შემოვიდა ჩემში, მაშინ მე გადავწყვიტე რომ უნდა გავხდარიყავი მონაზონი. მე აქ უნდა ვიყო აქ ვარ ბედნიერი და სხვაგან ვერ ხედავ ჩემ თავს. მონასტრის კედლებში სულიერი ცხოვრება ხელოვნებასა და შრომაში იკვეთება. დედა თეოდორა, რომელიც უკვე მე-13 წელია მონასტერშია, მინანქარზე ხატებს ქმნის. როგორც თავად აღნიშნავს, თითოეული ნაბიჯი ფაქიზი და დეტალებზე მორგებულია. ტიხრის მომზადება, ყალიბში ჩასმა, ფორმის მიცემა და ბოლოს ღუმელში გამოწვა. თუმცა მიუხედავად პროცესის სირთულისა, თითოეული დეტალი სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებს. აი ხა მაგალითად ხატს ვაკეთებ წმინდა ნიკოლოზის ხატს. ფერებს ჩავდებ და გამოვწავ ღუმელში. დროის შეგრძნება არა გაქვს რომ ვждები. ისე მალე გადის დრო რომ ვერ ვამჩნევ. დასრულდა ახლა ფერების ჩაგება და შევდოთ ღუმელში. ეს ყველაზე საინტერესო პროცესია. ხატების ფაქიზის შრომის შემდეგ მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება ბუნებასთან დაკავშირებულ საქმიანობას მოიცავს. დედა იოანა მონასტრის ბოსტანს უვლის. თითოეულ მოსავალს სიფრთხილით და სიყვარულით ზრდის. აქ მოყვანილი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა. კიტრი, პომიდორი, მწვანილი და სხვა მოსავალი სრულად მონასტრის საჭიროებისთვის გამოიყენება. ეს არის ჩვენი მონასტრის ბოსტანი. რამდენიმე წელია რაც გვაქვს ბიოწამლებს და სასუქებს ხმარობთ. როცა საკუთარი ხელით მოყავს გემრიელი არ არის შხამქიმიკატებით დაბინძურებული და ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება, როცა უკვე სიმწიფეში შედის და ნაყოფს და მოსავალს ხედავ და ვიღებ მას. ბოსტნის მოვლას მონასტრის ყოველდღიურობაში კერვაც მოსდევს. დედა ბარბარე საჭირო სამონასტრო ნივთებს ქმნის, პატივსცემს ტრადიციებსა და კულტურას. მისი ყოველი ნამუშევარი ფაქიზი დეტალებით გამოირჩევა და მონასტრის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ელფერს მატებს. ში მოყვარული ვიყავი და ჩემთვის ვიკერავდი ხოლმე და მე მონასტერში უფრო კარგად შევისწავლე და უბრალოდ ჩვენ რაც გვჭირდება იმას ვკერავ. ესე პროფესიონალი არ არის. საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ჩვენი დიდი წინაპრები, სასულიერო პირები, მოღვაწეები აქ მოღვაწეობდნენ, შრომობდნენ, იცავდნენ ჩვენს ყველა ტრადიციას, კულტურას და რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა და თან სასიხარულოა. ნინო წმინდა, ეს არის ადგილი, სადაც მე-6 საუკუნის ტაძარი, ერთ-ერთი უდიდესი სამრეკლო და დღევანდელი სამონასტრო ცხოვრება ერთმანეთში ირეკლება. აქ, მონასტრის კედლებში, ლოცვა და სულიერი შრომა კვლავინდებურად ცხოვრობს. თითოეული დღე, ყოველი ნამუშევარი და ყოველი მოსავალი აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებასა და რწმენას და მნახველს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს, რომ სულიერება დროის ყველა სირთულეს უძლებს.